Apple-ის მრავალწლიანი ტანჯვა დასრულებულია. Apple Intelligence აღარ გამოვა, მის ნაცვლად ჩვენ ვიხილავთ Google-ის ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს, რომელიც ჩასშენდება Apple-ის პროდუქტებში. ეს გარიგება უკვე არის ოფიციალური, კომპანიებმა დაადასტურეს ამის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა Apple-მა ამ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ Google ავითარებს დღეს პლანეტაზე ყველაზე მაღალ დონეზე განვითარებულ, მოწინავე და სანდო AI მოდელებს, ამიტომაც ის გახდება Apple-ის ტექნოლოგიური პარტნიორი. გარკვეულწილად Apple ჩაეხსნა AI რბოლას უკვე ოფიციალურად, ადრე იყო მოლოდინები მასთან დაკავშირებით, რომ Apple შექმნიდა უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დაცულობაზე და კონფიდენციალურობაზე ფოკუსირებულ AI მოდელს. ყოველ შემთხვევაში Apple Intelligence ახსოვს რა მაგარი რეკლამა ჰქონდა. რეკლამა იყო შესანიშნავი, მაგრამ რეკლამა გაქრა შეთაშორის აიღეს ოფიციალური ვებგვერდიდან, მას ვეღარ იპოვით, რა თქმა უნდა, პირატულად ყოველთვის დარჩება ეს რეკლამა ისტორიაში, მაგრამ რეალობაში უკვე აღარ არის ეს ყველაფერი და მარტივად რომ ვთქვათ, iPhone-ში, MacBook-ში, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა Apple-ის მოწყობილობაში თქვენ ძალიან მალე იხილავთ Gemini-ს, ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც Google ავითარებს. ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება სავარაუდოდ WWDC-ის შემდეგ, როდესაც უკვე განახლება გამოვა iOS-ისა და მასში უკვე სრულად იქნება ინტეგრირებული Gemini და სხვადასხვა ის ფუნქციონალი, რომელიც ალბათ Apple Intelligence-ის დროს იყო დაანონსებული, უფრო მეტად იქნება გადაკეთებული Gemini-ის, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში და Apple უბრალოდ ფრონტს, ანუ იმ ინტერფეისს შექმნის, რომელთანაც გვაქვს ინტერაქცია, ხოლო საბაზისო მოდელი იქნება სწორედ Google-ის მიერ შექმნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ამ სიახლეში არის ჩამალული ერთი ძალიან უცნაური ნიუანსი. ისე აღმოჩნდა, რომ Google smartphone-ების ბაზარზე გახდა ერთადერთი მოთამაშე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რადგან თუ ერთ ხარეს არის Android ეკოსისტემა, Android-ში რა თქმა უნდა Google იქნება ყოველთვის default-ი ვინაიდან და რადგანაც Android თავად Google-ის პროდუქტია და მეორე მხარეს გვაქვს iOS-ი, მოწინააღმდეგე ეკოსისტემა, იქაც თუ default-ი არის და იქნება Gemini, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს იქნება მხოლოდ Google. მარეგულირებელი ძალიან დაინტერესება, სხვადასხვა Elon Musk-მა დაწერა ცოტა ხნის წინ, რომ ეს წარმოუდგენელი კონცენტრაციაა და მხოლოდ ცუდია ზოგადად smartphone-ების ბაზარისთვის, რადგანაც მხოლოდ ერთი მოთამაშე იქნება ამ ბაზარზე, თუმცა დარწმუნებული რომ Google-ის ინვესტორებს ამბავი ძალიანაც მოეწონათ, ვინაიდან მათი კომპანია ფაქტობრივად დედამიწის ყველა smartphone-ზე მოიპოვებს, ასე ვთქვათ, წვდომას, რაც ისედაც ჰქონდა Google-ს, მაგრამ ახლა უფრო მეტი ექნება უცებად მოწყობილობაზე Apple-ის. კი, Apple-ის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია Apple, თანაც Apple-ის მოწყობილობები როგორც წესი უფრო ძვირია, მაღალი საფასო სეგმენტის არის, მათ მომხმარებლებს მეტი უნარი აქვთ იმისა, რომ მათ შორის Gemini-ის ფასიანი ვერსია შეიძინონ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა Google-ის ჩამოსავლებზე გრძელვადიანად აისახება ძალზედ პოზიტიურად. აქვე აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ Apple-ს აქამდე ჰქონდა თანამშრომლობა OpenAI-ისთან და თუ მაგალითად Siri-ს კითხავდით რაღაც რთულ შეკითხვას, ან ნებისმიერ შეკითხვას, რადგან Siri-ისთვის ნებისმიერ შეკითხვა რთულია, ის შემოგთავაზებდათ ასეთ ვარიანტს, რომ ჩაერთო, ასე ვთქვათ, პროცესში ChatGPT და შემდეგ მას გაეცა ამ კითხვაზე პასუხი. როგორც ჩანს, ამ გარიგებით სრულად ჩაიხსნება OpenAI ამ პროცესიდან, რადგანაც რაღაც შეუძლებლად წარმოადგენელია Gemini-იმ შემოგთავაზოთ ChatGPT-ის გამოყენება, ეს აზრს დაუკარგავს ამ პროცესს, ანუ გარკვეულწილად Sam Altman-ის კომპანიამ Apple-ის ეკოსისტემაზე წვდომა ამ გარიგებით დაკარგა. აქ საინტერესო ის არის, რომ თავად Google Apple-ს ძალიან დიდ ფულს უხდის ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს იმისათვის, რომ Safari-ს ვებ ბრაუზერში default საძიებო სისტემა იყოს ყოველთვის Google. მაგრამ ამ გარიგებაში უკვე Apple გადაუხდის Google-ს ტექნოლოგიური სერვისის მიწოდებისათვის და ისე გამოვა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისათვის სარგებლის მომტანი იქნება. ყოველწლიურად 1 მილიარდის მოცულობით. ყოველწლიურად 1 მილიარდი ალბათ გაიზრდება ეს, რადგანაც ზოგადად AI-ის ფასი როგორც წესი იმატებს, როცა ფუნქციონალი ემატება მას და ალბათ 2027, 28, 29 წლებში უკვე AI საერთოდ სხვა რამ იქნება. აქ ასევე ის უნდა აღინიშნოს, რომ Google-ის კაპიტალიზაცია ამ ამბის გავრცელების შემდეგ კვლავ გაიზარდა, მან 4 ტრილიონ დოლარს გადაჭრა და სხვადასხვა Google-მა Apple-საც კი გადაუსწრო 2013 წლის შემდეგ პირველად რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძალიან მაგარი ამბავი გარკვეულწილად Google-ის ინვესტორებისთვის, რადგანაც ყველა იმ პროექტმა და ინვესტიციამ, რომელიც Google-მა ჩადო AI-ში, გაამართლა. დაამტკიცა Google-მა, რომ AI არის, ასე ვთქვათ, ფინანსურად გამართული ინვესტიცია და ეს პარტნიორობა მხოლოდ ამისი დასტურია, ხოლო
Apple-ის ყველა მცდელობა AI შექმნის მიმართულებით თუ იყო რამე მცდელობა ალბათ იყო, არის ჩავარდნილი, გაუქმებული, რადგანაც Apple იმასაც ამბობს, რომ სამომავლოდაც ისინი Google-ს გამოიყენებენ, ანუ არც კი განიხილავენ იმ ვარიანტს, რომ თავიანთი Apple Intelligence გამოუშვან, ხოლო ეს Apple Intelligence დარჩა მხოლოდ სახელად, ის რეალურად არის უკვე Gemini და ეს არის Apple-ისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამარცხება, გარკვეულწილად ბოლო 10 წლების განმავლობაში ასეთი რამ Apple-ისგან ნამდვილად არ გვახსოვს, მაგრამ კარგია რომ ეს სამარცხვინო ეპოქა გარკვეულწილად დასრულდა და ბარემ მომხმარებლებს წვდომა ექნებათ დღეისათვის საუკეთესო AI-სთან. Google-თან პარტნიორობა ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ Google-მა გაიმარჯვა ამ პრობლემაში, ხოლო Apple გარკვეულწილად დამარცხდა.